მოგესალმებით, ჩემო ძვირფასოს ფენელებო და მეგობრებო. დღეს მინდა მე თქვენ ახლა შემოგთავაზოთ პანდორა ლეტალიას ერთობლივი ვიდეო. წრე მეორე, მე არ მახსოვს, გონი პირველი წრე მაქვს თქვენთვის გადათარგმნილი თუ არა. ეს არის 2 ივნისის ატვირთული და ამას ეწოდება მაგические посиделки. მას დავიწყოთ. ხო, ლეტალია და პანდორა მესამება ყველას, ვინც მათ უსმენს. და ეს ყოფილა პირველი ნაწილი. ლეტალიამ თქვა, რომ ეს არისო პირველი ნაწილი და მე მგონი შეეშალათ. აჰა, არა, არ შეშლიათ. აქ წერია წრე მეორე, ნაწილი პირველი. ანუ მეორე შეხვედრა, პირველი შეხვედრა თული ნაწილისგან შედგებოდა, ეს ახალი შეხვედრა მეორე წრის, მეორე შეხვედრის პირველი ნაწილი. მომიტევეთ. ლეტალია ამბობს, რომ მე დღეს თუ გავიკეთეო ამეტისტის ბეჭედი და მინდაო თქვენ შეგიყვანოთო ამეტისტურ მედიტაციაშიო. ამეტისტურ მედიტაციაშიო. პანდორა, ანუ კატიუშა, დააყენა დაცვა. მე ვუგზავნო ყველა ბნელ და ასტრალურ არსებებს იქონიოსო რამე ზემოქმედება, მოახდინონო რამე ზემოქმედება ჩვენ სხეულებზე, ჩვენ ბიოველზე, ამა თუ იმ მექანიზმით, მეთოდით, თუ როგორც მინდათ ისე წარმოთქვით, თუ მინდათ საერთოდ არ თქვათ. და მე ყოველთვის ამ შემთხვევაში ვამბობ, რომ ვადასტურებ. იმიტომ რომ მეც ჯერა ამ დაცვის და მე თვითონ ვიკეთებ ხოლმე დაცვებს. ამეტისტი არის ძალიან გავრცელებული ქვა, ამბობს ლეტალია, ეს არის ლეტალია, მას ხელში უკავია ამეტისტის კრისტალი, ეს არის ამეტისტი, ეს არის ლეტალია, точка глубокого погружения ბლოგერი, ცხოვრობს ისრაელში. ეს არის პანდორა, რევიზიონი, ანუ ეკატერინე. Смотрите, как он светит своими лучами. Видеოში მინდა განახოთ, ეს ამეტისტი. Хотя бывают и зеленые. ხო, არის მწვანე, არის ის ამისფერი. Символизирует сам по себе своей энергетикой, спокойствие, защищает. ხო და ეს ქვა ხსნის ყველა ნეგატიურ მოვლენებს, ებრძვის უძილობას, ღელვარებას, აუმჯობესებს ინტუიციას, ახალგაზრდებს ჩვენ ორგანიზმს. მე ხლა მედიტაცია თქვენ რუსულ ენაზე წარმოგიდგენთ, იმიტომ რომ ამ დროს უნდა იყო გაიმეორო ის ყველაფერი, უნდა უსმენდე ამ ქალს. ხო და ვინც ვერ გაიგებთ, ენერგეტიკულად მაინც შეიგრძნოთ ამას. მიენდეთ ამ ქალს. медитациას ასრულებს ახლა. Дышим спокойно и фокус внимания направляем на ваше сердце. Расслабляем все, что напряжено. Вы в спокойной, защищенной обстановке. 2 часа в нашем магическом поле. Пусть пойдут вам на пользу. И теперь опускайте после опускания вашего ума кристалл аметиста в ваше сердце. И почувствуйте, какие энергии идут от него. Წამოიდგინეთ, რომ ამეტისტი თქვენ გულში ჩამოწიეთო და იგრძენითო როგორი ენერგიები მოდისო თქვენამდე. Убирается при этом оценка, какие-то логические ходы вашего мышления полностью уходят, и вы становитесь собой. Снимайте все маски, снимайте все, что мешает воспринять сегодняшнюю информацию. Это процесс, да, вот такой, как встреча на кухне за чашкой чая. И тем не менее, да, есть много уровней погружения, каждый выбирает свой. А я передаю сейчас вам энергии аметиста, которые помогут вам убрать мысли, убрать метание ума, прошлое и будущее, и остаться здесь и сейчас, в этом моменте, через который мы будем просто общаться.
конце вы сможете задать ваши вопросы, включить ваши микрофончики, и мы будем обсуждать это все вместе. Вдох-выдох. Оставайтесь в этом состоянии. И сегодня озвучу, какие темы у нас приготовлены. ამ მოკლე მედიტაციით ლეტალიამ გადმოსცა ამეტისტის ენერგიები. მე მაგალითად შემსუბუქება ვიგრძენი. მე მინდა დღეს თქვენ დაგელაპარაკოთო მანდელას ეფექტზე. იმ მატრიცულ თამაშზე თუ როგორც მოთამაშეები ჩვენ რასაც გავდივართ ამ მატრიცაში, როგორ მოქმედებს მანდელას ეფექტი ჩვენ ცხოვრებაზე და დაიწყო კატიუშამ, პანდორამ. ყველა მიცით ალბათ რომ ჩვენ ახლა ვინც არის ის გეტყვით რომ ჩვენ ყველანი ვიმყოფებით სიმულაციაში, ანუ თამაში, ალბათ ყველას გაქვთ ნანახი კინო მატრიცა, აი ამდაგვარ სიმულაციაში ვიმყოფებით ჩვენ. და ეს არ არის ერთადერთი სიმულაცია, ჩვენ ვართ ენერგეტიკული არსებები, რადგან ჩვენ შევდგებით, ჩვენი სული შედგება ელექტრომაგნიტური ველისაგან, როგორც დედამიწა, როგორც ყველაფერი, როგორც ყველა პლანეტები მზე. თავარი ჩვენში არის ეს ენერგეტიკული მატრიცა, რომელიც ვიბრირებს, ეს არის მჭიდროდ ვიბრირებადი სხეული. და გამოდის რომ მანდელას ეფექტი ეს არის ის რომ ჩვენი ვიბრაცია აპროგრამირებს სივრცეს განსაზღვრულ კოდებზე. და ეს კოდები შემოდის თავიანთ პარალელური სამყაროებთან ერთად. პარალელური სამყაროები შემოდიან ჩვენ რეალობაში. ხანდახან ხდება მასე. ხო, ანუ ჩვენ ქმნით სივრცეს თავისი განსაზღვრული კოდებითო და თუ რომელიმე ამ კოდებიდან აქტივირდება, აქტივაციას გაივლის, თავისი აქტივირდება, მასთან ერთად შემოდის სხვა სამყარო ჩვენ სამყაროში, ჩვენ რეალურ სამყაროში. ხო, ეს არ არის საიდუმლო. ჩვენ შევდივართ რომელიღაც თამაში, თუ დაუშვათ პარალელური სამყაროს კარი გაიღო, შემთხვევით აი ლეტალიას აქვს ეს მაგალითი მოყვანილი, თუ შემთხვევით როგორ მოხდა ის სულ სხვა სამყაროში, სამოწყობოში მიდიოდა და რო დარეკა სულ სხვა ადამიანმა უპასუხა, და სხვას უნდა ეპასუხა. შემდეგ მოხდა წავიდა და მოხდა ისეთ დროს, როდესაც ის სამწყობო საერთოდ არ არსებობდა და მოხდა სულ სხვა იქიმთან. რო დაბრუნდა შემდეგ, ისევ მის სამყაროში მოხდა, მის სახლთან გამოვიდა. და ამდაგვარი სიტუაციები, მომენტები ემართება ბევრს. ოღონდ არის ახლა საქართველოში ეს რამდენად ასეთი მომენტები თუ არის საერთოდ დაფიქსირებული. აი მაგალითად მეორე ვიბრაცია ჩვენ მივეცით პეპელას საშუალება გააფრინდეს. აი ჩვენ ნახეთო მაგალითად ბეღურა, ჩვენ შეიძლება სხვა ვიბრაცია ჩაგვერთოსო. ხო, ეს ყველაფერი არისო კოდები და ჩვენ შეიძლება სხვადასხვა კოდები შევითვალოთო. ხო, პანდორა ამბობს, რომ რა არის მანდელას ეფექტი, მაგათ ადამიანმა თქვა რაღაც, ხო? და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ამ ადამიანს არაფერი უთქვამს. აი მაგალითად მე დამემართა ეს მანდელას ეფექტი, როდესაც ვიქერავე წინა ძველი ბინა, ეს მე რომელიღაც ვიდეოში ნათქვამი მაქვს, იქ ერთი ქალია იმერეთიდან, რატომღაც მომეჩვენა, რომ მას ჰქონდა სიგრძე და კარესავით შეჭრილი თმა, ნაცრისფერ შეღებილი. აი, ხედავ ამ ხალხს ამდაგვარ თმაში, თმით უბრალოდ. ხო და გადის რაღაც დღეები და ეს ქალი მოვიდა სამსახურიდან, ხედავ მოკლე შეჭრილი თმა აქვს. ძალიან მოკლესე. თმები შეიჭერით მეთქი ვეკითხები და არაო, მე სულ ასეთი თმები მაქვსო, მთელი ჩემი ცხოვრება. მე გძელს არ ვატარებო. არ მეყვარსო თმები. როგორ მეუთხარი მე რომ მოვედი, თქვენ ხოდა დამხელა თმა, მეუთხარი. ასე, სიგრძეზე და არაო, თუ ტყუს რატო ამბობო, რატო მიგონებო ტყუს, კიდევ აქეთ გამომგონცხა. არა და მე ვხედავდი მასეთ ადამიანს. ხო, და თან ეს მომენტები კიდევ იდობა, როდესაც
კორექტირებას უკეთებენ დროის ხაზს. როდესაც არ ემონტებენ, ასე ვთქვათ, უხეშად დროის ხაზს, ხანდახან დებენ სხვა დროის ხაზის ნაწილებს. და ეტყობა მე გავხდი ცოცხალი მოწმე, ეს შეიძლება მანდელას ეფექტადაც. ესე იგი, ადამიანი იყო ერთი, გახდა მეორე. გარეგნობით სულ სხვა სიგრძითმების. ახლა გამიკვირდა. ხო, კიდევ აქვს, ახლა მე მოგიყვანთ მაგალითს, ყველა მიცით ხოლმე რომ უსმენ არხს რეალური მისტიკური ისტორიები. იქ წამყვანი ამ ბლოგის ალიონა ვოლკოვა მოყვა ასეთი მაგალითი, რომ ქალი აგულავებდაო ძაღლებს, ვიცოდი რომ ყავდა ორი ძაღლი. შემდეგ რაღაც მომენტში არა, ალიონა არა, ბოდიში ხდით, ალიონა ბერეგინა. არხი ალიონა ბერეგინა. გოგოებთან ერთად რო გამოდის ხოლმე. ვიცოდი რომ იმ ქალს ყავდა ორი ძაღლი. ხო, და რაღაც მომენტში დავინახე რომ ერთი ძაღლს ასეირნებენო, ისიც მუქი ფერის ჩვეულებრივი ჯიშის ძაღლს. და რომ ვკითხო თქვენი ძაღლები სად არისო? წინა ძაღლები რო ყავდათო? ჩვენ არასდროს ყოლიათო წინა ძაღლები. ორი ძაღლი მიზღში არ ყოლიათო. სულ ყავდათო ესა. ამასაც უწოდებენ მანდელას ეფექტს. და ყველა ადამიანი ხედავს თავისებურად, რადგან ჩვენ ვართ სხვადასხვა სამყაროებიდან, ვართ სხვადასხვა სუტი, ეს სუტი ითარგმნება მაინც როგორც არსებები, თუმცა სუტ ეს სულ სხვა და სუშესტვო კული არა მაგსა სუშესტვო შუ კუდიანი შუ სუშესტვო სულ სხვა რუსულად, მაგრამ ქართულად მაინც როგორც არსება. მე სუტ სიტყვა სუცი თარგმნი როგორც არსი. ამიტომ თქვენ მიხვდებით მე რას გულისხმობ. და ჩვენ ვართ სხვადასხვა სამყაროდან მოსულები არსებიო. არსი, სუტი. ჩვენ აქ მოვეთითო სხვადასხვა ამოცანებით. და ჩვენი ვიბრაციებით ჩვენ აქტივაციას ვუკეთებთ სხვადასხვა კოდებს. როდესაც ამა თუ იმ სიტუაციაში ჩვენ თავს ვეხმარებით, ანუ რაღაც გზას ვირჩევ და მივდივართ. შეიძლება ითქვას, როგორც რეაქცია ამა თუ იმ სიტუაციაზე. ლეტალი ერთობა და ამბობს, რომ ხალხმა სახტენი დაკარგაო. რადგან წელიწადში ხომ 4 დროა, ეს 4-ვე დრო არის შეცვლილი როგორ ადგილები შეიცვალენ. აი მაგალითად ახლა ახალი მაგალითი ავიღოთ, ივნისში დათოვა რუსეთში. ხო? ეს რას ნიშნავს, რომ სეზონი შეიცვალა? კი, რუსეთში არის ადგილები, სადაც შეიძლება დღეს სიცხე იყოს პაპანახება და ხვალ აცივდეს და დათოვოს. ბევრი ამბობს, იმ ალიონა ვოლკოვასაც აქვს ნათქვამი რეალური მისტიკური ისტორიების ფლობელს, რომ ზაფხული მოვიდაო გაზაფხულის გარეშე. ბევრი ამბობს საქართველოშიც, რომ სიცივიდან უცებ სიცხეზე გადავედითო. არაფერი საშუალო არ მოხდაო, ანუ გაზაფხული ხალხმა ვერ შეიძნო ზამთარში, ისეთ ხელა და ისეთ თბილა, ხეები აყვავებას იწყებენ ხოლმე. ხო, ეს არის ყველაფერი სეზონების არევის ბრალი. ჩვენი ბიოლოგიური მექანიზმებიც კი აირია, იმიტომ რომ დედამიწა არეულია სიხშირეების მიხედვით. რადგან დედამიწა ახლა ხომ იმატებს სიხშირეებს, მაღლდება. თან არეულია მთელი მისი ბიოლოგიური სისტემაც. და რადგან ჩვენ ვართ მიჯაჭვური დედამიწის მარტო ენერგეტიკულ ველს არა, ელექტრომაგნიტურ ველთან. ჩვენ ვართ მიჯაჭვური, ჩვენ ვართ დამოკიდებული დედამიწისგან. ჩვენც ენერგეტიკული ველს, ანუ ელექტრომაგნიტურ ველს წარმოვადგენთ. ჩვენი გულიც. და როგორც დედამიწა იქცევა, რა მდგომარეობაშიც არის დედამიწა, ისეთ მდგომარეობაში არის ადამიანი, ისეთ მდგომარეობაში ვარდება ბუნებაც. ბუნება ძალიან მაგრად არის მიჯაჭვული
დედამიწის ენერგეტიკულ ველთან. ესა ენით ლაპარაკი არ შეუძლია, თორემ მე რამდენჯერ მithქვამს, რომ ბუნება არის იგივე ცოცხალი არსება, რომელსაც გააჩნია გონებაც, ცნობიერებაც. და ახლა ლეტალი ამბობს, რომ მე ცოტას დავამატებო მანდელას ეფექტზე. მეცნიერებიო ხანძრული დროის პერიოდში ეძებნენო მიზეს თუ საიდან გაჩნდაო ეს მანდელას ეფექტი. სანამ არ შენდებოდაო ეს დიდი ანდროიდული კოლაიდერი, ალბათ ყველას გაგიგონიათ ანდროიდულ კოლაიდერზე, იმიტომ რომ ეს დიდი ხანია უკვე აშენებულია და ფუნქციონირებდა. და ამ კოლაიდერის აშენებამდე ეს ეფექტი, რომელსაც უწოდებენ მანდელას ეფექტი, არ ფიქსირდებოდა. შეიძლება ყურადღებასაც არ აქცევდნენ და დაიწყეს ამაზე დაკვირვება და არის ერთი მეცნიერი ქალი, სახელი არ მახსოვსო. მან დაიწყო ამასთან დაკავშირებით გამოკვლევები. მაგალითად, მე მახსოვსო მანდელა როდის გამოვიდაო ციხიდან, ვიყავიო მესამე კლასში. და მანდელა ციხიდან გამოსვლას უჩვენებდნენო ტელევიზორით. ამ სიუჟეტის ნახვამო ისეთი შთაბეჭდილება მოახდინაო ჩემზე, მე ვიტირეო დავრიგიო დედაჩემ და სამუშაოზე. მაშინ სად იყო ასეთ ტელეფონები? მაშინ უნდა იქ სამუშაოზე ერთ ადგილზე იყო ტელეფონი და უნდა გამოგეძახაო თანამშრომელი, რომ ტელეფონდა მოსულიყო და მე დავრიგიო დედაჩემთან. მე ღელარებით გამტიროდიო და დედაჩემზე უნდა მეთქვაო ეს აუცილებლად, სასწრაფოდ. ხო, ზოგ ადამიანებს ეგონათო, რომ მანდელა მოკვდაო იმ წლებში. და სინამდვილეში იმ დროს, იმ მომენტში, როდესაც ამბობდნენ, რომ მანდელა მოკვდაო, სინამდვილეში ცოცხალი იყო, არ მოკვდარაო. და როდესაც ეს ანდროიდული კოლაიდერი ამუშავეს მეთრე დღეს, გაჩერდა, პრაქტიკულად მოხდა კატასტროფა და არსებობს ასეთი თეორია, არ ვიციო მე ეს ახლა ზუსტად ასეაო თუ არაო, მაგრამ არსებობს ასეთი თეორია, რომ როდესაც ეს ანდროიდული კოლაიდერი ამუშავდა, მან დაიწყო მცირე ზომის მიკრო შავი ხვრელების წარმოქმნა. მე როდესაც ეს მეგეუნებით, როდესაც ეს კოლაიდერი აშენეს, მე ამის შესახებ წავიკითხე, მაგრამ ხალხზე მაშინ არ უთქვამთ, რა პაბოჩნი ეფექტი ჰქონდა ამ კოლაიდერს. და მას ახლა ამბობს ლეტალია, თურმე, როდესაც ჩართეს ეს კოლაიდერი, ანდროიდული კოლაიდერი, მან წარმოქმნა მცირე შავი ხვრელები და შავი ხვრელი ხომ იცით რა არის? შავ ხვრელს რა შეუძლია იგიც გეცოდინებათ, რომლებაც იცით თუ რა არის შავი ხვრელი, ხომ? და ეს პატარა შავი ხვრელები შეუერთდნენ ერთმანეთს, შექმნეს ერთი საერთო დიდი შავი ხვრელი, რომელმაც შეცვალა ჩვენი რეალობა. რომელმაც შეიწოვა ეს, ალბათ ჩვენი რეალობა, არ ვიცი დედამიწაც თუ შეიწოვა, არ ვიცი, და მოხდა მაღალი სიმჭიდროვის სინგულარობა. ჩვენ, ესე იგი, ჩვენი სადღაც გავედითო, ეთყობა მაინც ამ შავ ხვრელში გავედით, ალბათ. და ამით შეიცვალა ჩვენი რეალობაო. მე არ ვენდობოდიო ამ თეორიას. არც ახლა ვენდობიო, იმიტომ რომ მე ფიქრობ, რომ უფრო რთულად იყო საქმე. ამბობს 12 წლის უკანო მე ჩამესმაო ხმა, რომელმაც მითხრაო ამ პატარა შავ ხვრელებზე. ხო და 12 წლის წინ მე ვკითხულობდიო წიგნს და ხმა ჩამესმაო. ყურადღება მიაქციო ამ პატარა შავ ხვრელებსო, მიკრო შავ ხვრელებსო, რადგან ისინი არიანო საშიში. ახლა ხმაზე რა გითხრათ? მეც ჩამესმა რამდენი წლის წინ, ჯერ მაშინ ვიყავი ფოთში და მაშინ ჭირდა ძალიან რთული პერიოდი იყო და ჯერ დედაჩემს არ ჰქონდა ჯიხური დადგმული სკოლასთან, მეხუთე საშუალო სკოლა ფოთში, თუ იცით, თუ გაგიგიათ. და ჩამესმა ხმა, მე ვკითხულობდი ბიბლიას გონი და ჩამესმა ხმა,
სკოლა დაღუპავთ. ხო, მე შემეშინდა. ხო და მე მივხვდი თუ რა გამაფრთხილეს მე, რის გამო გამაფრთხილეს. ნუ კაი ხა დეტალებში არ შევალ. ხო, არა და მაშინ არანაირი სიმპტომები ენიშნები არ იყო იმისი, რომ რატომ უნდა დავიღუპეთ სკოლის გამო ჩვენ. ეს შემდეგ წლების შემდეგ მივხვდი მე რაში იყო საქმე. ხო, ამიტომ ხმას როცა გაიგებთ, ეს არ არის ყოველთვის ეშმაკის ხმა. ეშმაკი თქვენ არაფერს გეტყვით. ამ დაგვარს. რეალურად ბევრ შემთხვევაში გაფრთხილებენ ნათელი ძალები. ლეტალიას ყავდა ბიძია, რომელსაც ჰქონდა უნარები გახსნილი, განვითარებული და ბევრი რამე ასწავლა თავის დიშულს. დიშვილია, ხო, ბიძია, დედისმა. და მე ეს მოუყევიო ჩემ ბიძიას. მაგასმა ვერ გაიგესო საერთოდ რას გულისხმობდიო მე. სინამდვილეში რას ნიშნავსო მანდელას ეფექტი? მანდელას ეფექტი ეს არისო სხვადასხვა რეალობები. მაგალითად ჩვენ ცხოვრობთო განსაზღვრულ ვერსიაში, ჩვენი თამაშის განსაზღვრულ ვერსიაშიო და პარალელურად თუ როგორ მოქმედებთ, როგორ ფიქრობთ და როგორ რას ლაპარაკობთ ჩვენ, შეიძლება გადავაადგილდეთო დონების მიხედვით. ანუ რა დონეზე ავმახდებით, რა დონეზე ვსაუბრობთ, ჩვენ შეიძლება ამ დონების მიხედვით გადავაადგილდეთ. თითქოს გადავდივართ ერთი რეალობიდან მეორე რეალობაში. და თუ თქვენ დაუშვათ რაღაც მომენტში აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში, პანიკაში არ ჩავარდეთ. შვიდად მიიღეთ ეს. იმიტომ რომ ბევრი შემთხვევები ყოფილა, რომ როდესაც სხვა რეალობაში მოხვედრილა ადამიანი ისიც ჩარჩენილა. მაგრამ საბედნიეროდ ბევრი შემთხვევა ყოფილა, მაგალითად როგორც ლეტალია მაგალითი მოგიყევით მე თქვენ, რომ დაბრუნებულა ხალხი. ოღონდ პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ. მე მახსოვს ერთი პრაქტიკა მქონდაო რამდენიმე წლის უკან და ამას ახლა მე თქვენ მოგიყვებითო. წარმოიდგინეთ რომ თქვენ იმყოფებითო აეროპორტში გზა რომელიც მიდის გზა იქ აეროპორტში ხომ არის გზა? აი წარმოიდგინეთო ეს გზა რომელიც როგორც აი მეტროებშია, მაღაზიებში ესკალატორები, მასე მიდის, ოღონდ კიბეს ფორმა კი არ აქვს, ჩვეულებრივად მიდის გზა, დგახარ და ის მიდის. ესკალატორია, ოღონდ სწორი. ეს წარმოიდგინეთ უბრალოდ და ყოველ ამის გარდა კიდე არის სხვადასხვა დაუშვათ ეს ტრაპები, ასე ვთქვათ, გზები. ესკალატორის მაგვარი გზები, ოღონდ სწორი. კიბე არა, კიბეების ფორმა არ აქვს, სწორი. და ცოტა იცვლება რეალობა. აი მაგალითად თქვენ შეგიძლიათ იმ ერთ გზას გაყვეთ, წაგიყვანოს ამ გზამ და მოხდეთ სულ სხვა გზაზე. ესკალატორიან გზაზე, ანუ ასე ვთქვათ, მოძრავი ტრამპლინი. შეიძლება გადაუხვიოთ მარჯვნივ და სულ სხვა ტრამპლინზე, ეს ტრამპლინი არ არის, გზა, მოძრავ გზაზე აღმოჩნდეთ, შეიძლება გადაუხვიოთ მარჯვნივ და სულ სხვა გზაზე აღმოჩნდეთ. ხო, იქიდან გამომდინარე თუ თქვენ რას ფიქრობთ, როგორ მოქმედებთ, რა გაქვთ გეგმაში თქვენი მოძრაობები, აქედან გამომდინარე თქვენ შეიძლება ავატარმა შეიცვალოს რეალობა. მომენტალურად. რა დროსაც რაღაცა იცვლება. აი, მე რომ მოგიყევით ახლა ჩემი მაგალითი თმების სიგრძესთან დაკავშირებით, რომ გუმურს ჰქონდა ასეთი თმა, მე რომ მივედი და მე აღმოუჩნდა მოკლე თმა. ეტყობა მე რაღაც რეალობა შევიცვალე იმ მომენტში. დროებით ვიყავი ალბათ სხვა რეალობაში. ასე გამოდის. და ამდაგვარად ჩვენ სულ კურსირებთ ხანაკ ვართ. მაგრამ უმეტესწილად ადამიანი ამას ვერ ამჩნევს. ან ყურადღებას არ აქცევს. და თუ შევამჩნიეთ, ჩვენ გვიკვირს ამისი. მაგრამ ჩვენი ყოფის პრობლემებიდან გამომდინარე, ჩვენ სულ ვართ დაკავებული ყოფის რაღაც საკითხების გადაწყვეტით, ხო? და ჩვენ უბრალოდ
არ ვაქცევთ ამას ყურადღებას. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას. ჩვეულებრივად მოხდა ჩაიარა დაავიწყდა. ადამიანები საერთოდ ძალიან ნაკლებად უყურებენ ზევით, იყურებიან ზევით, ძალიან ნაკლებად უყურებენ ცას, უფრო იყურებიან თავის ფეხქვეშ. მაგრამ როდესაც რაღაც მოვლენა ჩდება და მასიურად აკვირდებიან ამ მოვლენას, ჩვენ ვიწყებთ ამის შემჩნევას, იმიტომ რომ ეს ამას მასიურად აკვირდებიან. მხოლოდ მაგ შემთხვევაში ვაკვირდებით ჩვენც. და ლეტალი ამბობს, რა არისო ჩვენ რომ ახლა ახმალობას ველდებითო გადასვლას, რომ გადავალთო ახალ რეალობაში სამყაროში ჩვენი სხეული, თქვენი ფიზიკური სხეულით, მაგრამ კვანტური გადმოსახედიდან ფიზიკა არ არსებობსო. უბრალოდ არსებობსო დაბრწყილებული სინათლის სხეულები. ხო, ჩვენ ვართ დაბრწყილებული სინათლის სხეულები. და როდესაც ჩვენ ვიცვლით ჩვენ ვიბრაციულ შემადგენლობას, ანუ ვიბრირებთ ან მაღლა ან დაბლა, ჩვენ ხვდებით სულ სხვა სამყაროში, სხვა რეალობაში უფრო სწორად. და ჩვენ ამას არ ვაქცევთ ყურადღებას საერთოდ. ჩვენ ამას ვაკეთებთ ყოველდღე ცოტ-ცოტად, მაგრამ ის ვიბრაციული სხვა სამყარო რეალობა შორსაა ჩვენგან. და ის სხვა რეალობა ჩვენ გონია საზღვრებს მიღმა. ჩვენი რეალობის საზღვრებს მიღმა დგას. არის იმყოფება. და ჩვენ ამ სხვა რეალობისკენ მივისწრაფით, მაგრამ ტვინით ამას ვერ იცამ. ტვინი, ფიზიკური ტვინი არის ჩვენი ფიზიკური სხეულის ნაწილი. და სინამდვილეში ჩვენ რასაც ღებულობთ, რასაც აღვიქვამთ, ჩვენ ტვინით არ აღვიქვამთ. ტვინი არის როგორც ხიდი. ჩვენ და წვრილი დონის შორის. ჩვენ რაც ინფორმაცია მოგდის, დაუშვათ რამე ინფორმაცია ჩვენ მოგდის იქედან. და ჩვენი ფიზიკური ტვინის მეშვეობით ჩვენი ორგანიზმი ამას ღებულობს სინამდვილეში. ხო, ეს მე ბევრჯერ მithქვამს. ხო, და ეს იმისასაც საჭირო, რომ ჩვენი ადამიანური ენით დავამყაროთ კონტაქტი ჩვენ ცივილიზაციასთან. და მაგრამ სინათლის ენა სულ სხვა. ადამიანური ენა არტიკლს უთხოვს ტელეპათიურ ენას. ტელეპათია სხვა, სინათლის ენა სხვა. და ადამიანური ენა არ არის ძლიერი ისე, როგორც ტელეპათია და სინათლის ენა. ამას ამბობს ლეტალია. წარმოიდგინეთო, სინათლის ენაზე საერთოდ არ არის შეზღუდვები. იქ მიდისო ურთიერთობა და კონტაქტი ასოთა ფორმებით. და იქ რეალობების შექმნა ხდება ასოთა ფორმებით. და წარმოიდგინეთ, რომ დაბალვიბრაციული ადამიანი ასეთ სამყაროში ხდება. დაბალვიბრაციული ადამიანი, რომელიც მხოლოდ ცოდზე ფიქრობს. და წარმოიდგინეთ, ეს დაბალვიბრაციული ადამიანი რას ჩაიდენს იქ. ამიტომ ხდება, რუსულად ქვია აცევ, ანუ გაცრა ხდება ადამიანების. ცუდი და კარგი ადამიანებზე კი არ იყოფა. ადამიანები არა, ხდება უბრალოდ ფილტრაცია. დაბალვიბრაციულ ადამიანებს მასეთ სამყაროებში არ გაუშვებენ. ისინი უბრალოდ არ გაუშვებენ, ვერ მოხდებიან. იმიტომ რომ იქ მაღალი ვიბრაციებია. და ამ ცერნის, სადაც ანდროინული კოლადერია გათავსებული, იქ ამ ადგილს ქვია ცერნი. და პანდორა ამბობს, რომ შეიძლება იქ გაიხსნაო კარიბჭეები. როდესაც მაგათმა ამუშავესო ანდროინული კოლაიდერი და გახსნასო კარიბჭეები, საიდანაც ძალიან ბევრი არსებები შემოიჭრაო ჩვენ სივრცეში, ჩვენ რეალობაში. რადგან იქ სატანური დაჯგუფებებიც მოქმედებდაო. ამასთან კიდევ დამატებით ის, რომ მაგათმა შეიჭრნენ პლანეტარულ ვიბრაციებში და დედამიწას ვიბრაციები დაუგდნენ, ენერგეტიკა დაუგდნენ. ანუ დაუწიეს ვიბრაციები დედამიწას. ეს არ იყო პირველად გაკეთებული, მაგრამ ბოლოს ეს გააკეთესო 2012 წელს. და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. ჩვენ იმ დროსო დავიხიეთო უკან რამდენიმე წლით. და ეს მე შევამჩნიო, ამბობს პანდორა,
მე თვითონ ნახეო წრულ დონეზე პლანეტების პარადი 2012 წელს მოხდა რა პლანეტების პარადი და პანდორამ თქვა რომ მე ეს პარადი ვნახეო და მე ვნახეო რომ რაღაც ძალამ ჩვენო უკან დაგვითხრიაო და მაღალი მეშიობით მე მიმართეო ჩვენ ვერტიკალებს და ვთხოვეო რომ მოეცადო ჩვენთვის ძალა და შესაძლებლობა შევცვალო უკეთესობისკენ ის რაც მაგათმა ჩაიდინესო გამოვასწოროო რა მაშინ გამეხსნაო მე ტვინი მაშინ მომივიდაო გამეხსნაო ჩემი უნარები ჩემ ბიჭმაც მაიძულაო მე შემექნაო ჩემი არხი YouTube-ზე მე მომისვინესო ჩემი თხოვნა გაიგეცო და მე სულ მისვინენო სხვათა შორის ჩვენ ბევრს არ გვესმის ბევრი რამე ხო მაგრამ ჩვენი ესმით თქო რომ სამყაროს მიმართავთ თქო რომ ნათელ ძალებს მიმართავთ ოღონდ უნდა იცოდეთ ვის მიმართავთ მაგალითად თუ გინდათ სამყაროს მიმართოთ არის ნეგატიური ხომ სამყარო არის პოზიტიური მომბინადრებისგან შემდგარი თქო უნდა იცოდეთ ვის მიმართოთ მაგალითად ნათელო ძალებო აი ვის ანგელოზები არქანგელოზები პოზიტიური არიან ნეგატიურებიც ხო როგორც ჩვენთან არის მინუსი პლუსი ისეა იქაც და უნდა ვიცოდეთ ვის მიმართავთ რადგან შეიძლება ჩვენ საერთოდ ბნელ ძალებს ვუთხართ ვთხოვოთ რამე ხო და როდესაც თქვენ მიმართავთ სამყაროს რამე თხოვნით პოზიტიურ დადებით ნათელ სამყაროს თქვენ ყოველთვის გისმენენ თქვენ გადადგამთ ნაბიჯს ისინი გადმოდგამენ ორ ნაბიჯს პანდორა ამბობს რომ იმ დღეს როდესაც უნდა მატრიცა გადაადგილებულიყო ქონდა უხილვა მე მატრიცას ხედავდი როგორც 3-6-9-ზე ეს მატრიცა გამოიყურებოდა როგორც კუბიკ რუბიკი და წრულ დონეზე ლიფტები დადიოდაო ზევით ქვევით და გვერდზე ან მარცხნივ ან მარჯვნივ გახსოვთ ესპანური სერიალი გადიოდა ერთი პერიოდი ფანტასტიკური სერიალი და იქ გონახეს მომდაგვარი ლიფტი ჩვენ ლიფტია ზევით ქვევით და მარცხნივ მარჯვნივ და მე იქ იმ დროს ვნახეო ახალი მატრიცა როგორიაო რას წარმოადგენსო მე ვნახე შენობა და ეს შენობა გავდაო MGU-ს მოსკოვის MGU-ს მოსკოვის მთავრობის უნივერსიტეტი რომელსაც აქვს კოშკები ასეთი და ეს შენობა შენდებოდა და გაუგებარი არსებებს ხედავდიო კასკებში დასაცავი როა თავის ეს შენებლები გაუგებარი არსებებით არსებების ფორმაში დადიანო დარბიანო ხედავო დგასო რიგი სხვადასხვა ასაკის ხალხისგანო ვიღაცას ხელში უკავიაო ძაღლი ვიღაცას კატა უკავიაო ხელში ყველა ელოდება რაღაცას მათ მისცენ გასაღები მაგ ოთახების ბინების გასაღები რომელიც შენდება და ჩვენ ველოდებით იმ პატრონს ვინც აშენებს ამ სახლს უნდა მოვიდეს ჩვენთან თითქოს გამოვიდეს უნდა ხალხთან და მან უნდა მოგცენ ორდერები ამბინების ორდერები საბუთები და საინტერესო ის არის რომ ეს სიზმარი ალიონას დაესიზმაო ალიონა ბილეგინას იმ ღამით მე რო დამისიზრავო ბოლოს მოდის ეს ადამიანი ნაცისფერ კოსტუმში მოთეთრო თმებით ლურჯ თვალებად ჩვეულებრივი მამაკაცი და ჩვენ გაგვეცნო როგორც ქრონოსი ივან სერგეისზე ჩვენ შევედით ლიფტში ლიფტი იყო უზარმაზარი და როდესაც მე ძველი მატრიცის ლიფტებს ხედავდიო იქ რეპტები გვითოთვალებნენო და ძველი მატრიცის ლიფტები ყველა ინგრეოდაო იშლებოდაო აქ კი ახალი მატრიცის ლიფტი იყო ახალი უკაცრავა და ჩვენ ყველანი ჩავეტიეთო ამ ლიფტში ყველა ხალხი
და გვერდულად ლიფტი ამუშავებდა გადაადგილდებოდაო გვერდულად ჰორიზონტალურად გადაადგილდებოდა ჰორიზონტალურად შემდეგ ლიფტი გაემგზავრა ვერტიკალურად ჩვენ ავედით 60 რომელიღაც სართულზე და ეს კაცი გვეუბნებაო რომ ზედა სართულები ჯერ არ არის დამთავრებული მე ვუპასუხეო მას რომ მე ვერ გავიგიო რა თქვითო თქვენ ხომ დრო გქონდათო რატომ ვერ ჩაჯექითო ამ დროში მან მიპასუხაო რომ დარჩაო რამდენიმე დღე არ ვიცი რა თქვაო 3 დღე თქვაო თუ 1 კვირა თქვაო მე ვეკითხებიო ჩემი ბინა რომელ სართულზეაო ალინა მითხაო ჩემი ბინა პირველ სართულზეაო და მე ვუპასუხეო ჩემი 78 სართულზეო და მე ერთხელ შევთავაზეო მოდი კიბეებით ზევით ავიდეო და ვნახოთო დაბა რა ხდებაო ზევით ეს იყო ახალი მატრიცის შექმნა ასეთივე სიზმარი დაესვიდრაო ალიონა ბერეგინას იყო რაღაც შენ ჯგრევა ასე ვთქვათ მოხდა რაღაც მოძრაობა და ჩვენ ისევ გადავაადგილდითო უკვე დიდ ყანაზე აღმოჩნდითო დიდ ყანაში ყანა ველი არა ყანა ველი არა ველი არის ლუგ იგი მიწის სახლებს აშენებდნენო მე ისევ ერთი მუშა გამოვიჭერიო და ვეკითხებიო რა ხდებაო მუშა პასუხობსო ჩვენო ვერ ვასწრებთო ჯერ ყოლა ვერ შევაგროვეთო შემდეგ ისევ სხვა სიზმარში აღმოჩდიო და ვეკითხებიო ამ ვიღაც მუშა გამოვიჭერიო და ვეკითხებიო რა ხდებაო რატომ ეშლებაო კაცობრიობას სულ ადგილები სულ სხვა ადგილში რატო ხდებაო ყოველთვის ვეკითხებიო ამ მუშას მე მაჩვენესო უკვე ნორმალური სახლები და ვიკითხებიო არა ეს სახლებიო გამოიყურებოდაო შეხვალ მარტო და იცხოვრებო ყველაფერი არისო შიგ და ვიკითხებიო რამდენ ხანს ვიქნები თუ აქ მე უპასუხობენო მოდი 26 წლამდე შემდეგი გადაწყვეტავთო მეუბნება ეს ქრონოსი ივანე სერგეევიჩზე ხო და კატერინა ამბობს რომ ეს იყო სიზმრები თუ ახალ მატრიცაში როგორ შეასახლებდნენო ადამიანებს და ლეტარია ყვება ერთი ქალბატონის ამბავს ეს ქალი ნაცხოვრება მაღალ სიმაღლიან შენობაში ნუ ბევრი სართულები ქონდა ამ შენობას და ლიფტითო ჩამოვიდაო ეს ქალი დაბლა და როდესაც ის მივიდაო თავის ბინაში გამოვიდაო ლიფტიდან და ჩამოვიდა ავიდა ზევით ავიდა ეს ქალი ასულა ზევით თავის ბინაში და რომ გამოვიდა ლიფტიდან მის ბინაში სულ სხვა ოჯახი დახვდა იქ ნაცხოვრება სულ სხვა ოჯახი არა და მისი იყო ბინა თითქოს იმ დროს ტელეფონები არ იყო და როდესაც ის ჩამოვიდა დაბლა ის მოხდა სულ სხვა ქუჩაში სულ სხვა ქუჩა სხვა რეალობის ქუჩა მისთვის იყო ეს ქუჩა უცნობი ეს ქალი მოხდაო რომელიღაც კარიბჭის სისტემაში და როდესაც გამოვიდაო დაბრუნდაო უკან ისევ იმ შენობაში ის მის სამყაროში არ მოხდაო მგონიო ის მას კიდევ რამდენჯერმე აებნაო გზა ანუ რამდენჯერმე ხდებოდაო სხვა სამყაროში და ბოლოს და ბოლოს ის დაბრუნდაო თავის სამყაროში ამ რამდენიმე შესწავლების შემდეგ გზააბნევის შემდეგ ის დაბრუნდაო თავის სამყაროში მაგრამ მანამდე მან ასე ვთქვათ მოგზაურობა ნათალადევი იძულებითი მოგზაურობა გაიარა რამდენიმე რეალობებში სანამ უკან მოხდებოდა ისე მის რეალობაში აი ამ ლიფტიდან მისი საცხოვრებელი ლიფტიდან მოხდა ეს ყველაფერი და ის ცხოვრობდა მაღალ სართულიან შენობაში მოსკოვში კი იცით რამხელა სართული რა მაღალი შენობებია თურმე როდესაც სტალინი იყო ცოცხალი მან დაგეგმა რამდენიმე მაღალ სართულიანი შენობების ვისოტკას რო უძახიან რუსები აშენება მაგრამ ეს ყველა შენობა ააშენეს ორის გარდა ორი საჩენება ვერ მოასწრეს გარდაიცვალა სტალინი რო გარდაიცვალა შემდეგ არ დაუმთავრებიათ ეს პროექტი და ეტყობა ეს მაღალი შენობები რაღაც პროექტს წარმოადგენდნენ და ახლა კატერინა ამბობს პანდორა რომ ეტყობაო იმ დროს ცდილობდნენო მე ეს 3-6-9-დან გამოსულიყვნენო ამ მესამე 3D მატრიციდან გამოსაუნდოდათო და
იმიტომ რომ ესე იგი ეს მაღალი შენობები ტყულად არ აშენებულა, რაღაცა პროექტის ნაწილი იყო, მაგრამ ორი შენობა არ დაუმთავრებიათ. სტალინი მოკტა, გადაიცვალა. 7 მაღალსართულიანი შენობა უნდა ყოფილიყო და მოასწრეს 5-ის აშენება და ახლა ლეტალი ამბობს, რომ 7 რიცხვი არისო მაღალ ვიბრაციული რიცხვი და ხომ დარჩაო 5, ის აშენებული 5 შენობა იმანო მიაჯაჭვაო 3-დეს, იმიტომ რომ 5 რიცხვი არ არის მაინდამაინც საბედნიერო რიცხვი. ხო, მეც მინდა ახლა ერთი ძალიან საინტერესო სიზმარი მოგიყვეთო და რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვენ ვართ მატრიცაშიო. ხო, პანდორა ამბობს, რომ ბევრი მოვიდაო სხვადასხვა სამყაროებიდან აქ, იმიტომ რომ იქ ომი არასდროს არ ყოფილაო მათთან და მათ უნდათ ეს გამოცდილება თავის თავზე ეწუნიათო. ხო, გაგიკვირდებათ, მაგრამ ბევრი მოდის აქ ნეგატიური გამოცდილების მისაღებად, რომ სანამ ადამიანი არ გადაიტანს თავის თავზე რამე ნეგატიურს, მანამდე ვერ ხდება ის რას ნიშნავს ეს, ხო? ამიტომ უნდათ თავის ტყავზე ეწუნიათ ყველაფერი ნეგატიური, ეს ომები, ეს შიმშილი, ეს ყველაფერი, რაც კი დედამიწაზე ხდებოდა. ამიტომ მხოლოდ ამ გამოცდილების მისაღებათაც მოვიდა ბევრი სული სხვადასხვა სამყაროებიდან. ბევრი მოვიდა, რომ დედამიწას დაეხმაროს გადასვლაში და კაცობრიობას. კი. ანუ ის ემოციები, რომელიც მისაწვდომია, ნეგატიური ემოციები დედამიწაზე, ამ ემოციებს ვერ იგრძნობენ სხვა სამყაროებში. ეს რატომ და იქ ნეგატიური არაა, არაფერი. იქ ყველაფერი დაწყობილია. ნორმალურად არც ზედმეტი ზოგ ადგილას ზედმეტი არც კარგია, უბრალოდ ჩვეულებრივად ცხოვრობენ და დედამიწაზე ბევრი გამოცდილების მიღება შეიძლება, იგივე შვილების სიკვდილი გადაიტანო, იგივე შენი საკუთარი მკვლელობა ნახო, ან მოკლა სხვა. ხო, ჩვენ ეს ყველაფერი, ამას ყველაფერს ემოციურად აღვიქვამთ, მაგრამ მათთვის ეს არის ყველაფერი გამოცდილება, თამაში. თამაშია, ჩვენი ცხოვრებაც თამაშია, მაგრამ ისინი იქედან ემოციებით არ გადაყურებენ ამას ყველაფერს. ჩვენ რომ მაგალითად ბავშვები რო მოკდა ირანში, დაიხოცა ძალიან ბევრი ბავშვი, ხო? რასაკვირველია, ბავშვის სიკვდილი ჩვენში ბევრ ტკივილს იწვევს, მაგრამ გადმოსახედიდან ეს ვინც გადაიცვალა ბავშვების სახით, ვინც გადაიცვალა იმ დიდი ადამიანების სახით, მოზარდი ადამიანების სახით, ეს ყველაფერი მაგათმა იცოდნენ წინასწარ, რომ ესე მოხდებოდა და დათანხმდნენ ამ გამოცდილების მისაღებად. ხო, რაც შეიძლება ეს ახლა თქვენ გაგიკვირდეთ, ან ბევრი გაბრას ეს ამ ჩემ ნათქვამზე, მაგრამ ეს ასია. სამწუხაროდ ჩვენ ჯერ ამას აღვიქვათ ტკივილით, მაგრამ ვინც იცის ეს ამბავი, ვინც იცის, რომ აი ჩვენ პირიქით, სანამ ვართ ჩვენი სულები არიან ჩვენ ავატარებში, ჩვენ ვართ მტრები და იესო როდესაც ამბობდა ქადაგებდა აღდგომაზე, უბრალოდ იეჰოვას მოწმეებს არ ესმოდათ, რომ ქადაგებდნენ, იეჰოვას მოწმეები ხო ქადაგებდნენ აღდგომაზე, ხო? მათ არ იცოდნენ სიღრმისეულად ამ საკითხის ახსნა. ისინი კითხულობდნენ იმას ქადაგებდნენ, რაც ბიბლიაში წერია, მაგრამ სინამდვილეში რას ნიშნავდა აღდგომა, იმათმა არ იციან და არც ახლა იციან, არ იცოდნენ და არც ახლა იციან. მათ გონიათ, რომ ფიზიკური სხეულები აღდგებიან და ამას ხატავენ. ხო, მაგრამ სინამდვილეში აღდგომა მართლა ხდება ჩვენ დროს და როგორ? ფიზიკური სხეულები კი რა აღდგებიან? არა, რადგან ჩვენ ვართ სულები და ჩვენ ვართ ავატარებში. აი, ავატარი ფილმი ხომ გაქვთ ნანახი? ხო? აი ამდაგვარად ჩვენ ვტოვებთ ჩვენ ავატარებს და ჩვენ ხდება ჩვენი სულის აღდგომა, ანუ ჩვენ თავისუფლდებით ციხიდან და ჩვენ ყველანი სიკვდილის შემდეგ აღვდგებით. ხომ გამიგეთ მე? აი ეს ნიშნავს აღდგომას. ანუ
ჩვენ ვართ სანამ ავატარებში ვართ, ჩვენ ავატარებში ჩვენ ვართ გვტრები. და ჩვენი სული არა თავისუფალი, ჩვენი სული იმყოფება ავატარის ციხეში, აგრე ვთქვათ. ავატართან ერთად ცხოვრობს. არის ცარიელი ავატარებიც. კლონები თუ არა, რობოტები თუ არიან, მათში სული არ არის. მათში ცოცხალი ღვთაებრივი ნაპრწკალი არ დევს, ხო? აი ჩვენ კი, ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ავატარები, მაგრამ ეს სულისთვის, როდესაც ავატარი გვხვდება, ჩვენ უნდა გვიხაროდეს, იმიტომ რომ განთავისუფლდა სული ჩვენი. იმ ადამიანის სული განთავისუფლდა, რომელიც გარდაიცვალა. ანუ გამოვიდა განსახიერებიდან. ეს არის ჩვენი განსახიერება. ჩვენ როდესაც გამოვდივართ განსახიერებიდან, ჩვენ თავისუფლდებით. აი ამას გულისხმობდა იესო აღდგომის ქვეშ. ავატარი არასდროს აღდგება, კი, იესომ აღადგინა ლაზარე. აღადგინა. მაგრამ როგორ ქნა ეს? მას დაუბრუნა უბრალოდ სული. სხეულში დააბრუნა სული. ხო, სხვათა შორის ახლა კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვებით. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ადამიანი შედგება სულისაგან, ხო? სულისაგან. რამდენიმე სხეული რჩება ამ სულის სახით. არა, ეფირული სული მიჯაჭვულია ეფირს. ხო, ეფირული სხეული კი მიჯაჭვულია ფიზიკურ სხეულს. როდესაც რამე ფიზიკური სხეულის ნაწილი რჩება დედამიწაზე, მაგალითად დონორობა გავრცელებულია დღეს დედამიწაზე და ეს ძალიან ცუდი რაღაცაა, იმიტომ რომ იღუპება ორი სული ამ დროს. სანამ დონორის ორგანო იარსებებს, სული ვერსად ვერ მიდის, რადგან ეფირული სხეული იმ დროს ტოვებს ფიზიკურ სხეულს დედამიწას, როდესაც ის წყვიტავს თავის კონტაქტს ფიზიკურ სხეულთან. არის ზოგი ამბობს ერთი ძაფი, მაგრამ რობერტ მონროს წიგნი რომ წავიკითხე, რობერტ მონრო ყვებოდა, რომ ფიზიკური სხეული სულთან შეერთებულია 4 ვერცხლისფერი ძაფით. და ეფირული სხეული, სანამ ერთი ორგანო, ადამიანის ორგანო მაინც ცოცხლობს, ამ თითიც რომ დარჩეს და ვიღაცა მაიღო ეს თითი და ინახავს, არ ჩამარხავს, ეფირული სხეული ვერსად ვერ მიდის. იმიტომ რომ მიჯაჭვულია და სული კი მიჯაჭვულია ეფირულ სხეულს. და როდესაც ვიღაცის ორგანოს უნერგავენ რეციპიენტს, ის დონორის სულიც და რეციპიენტის სულიც ორივე დაღუპვისკენ მიდის. და როდესაც ადამიანი ამებ ნახატრინი ჩვენი სული ხო, ალენა რისი თქვა მიდოდა, ალენა ვოლკოვა თქვა ასეთი რაღაცა. მას მიყავს არხი რეალური მისტიკური ისტორიები. მან თქვა ასეთი რაღაცა. მე ფიქრობდი სულ რომ იცით რა, ბევრ ამის არ ამბობენ კონდაქტორები, არ ვიცი რატომ. მაგათო რატო არ თქვეს ეს? სულის გარდა თურმე ორგანიზმში არის ფანტომი და არის გუსტოკი. ფანტომი არის ჩვენი კარგი მხარე და გუსტოკი არის ჩვენი ნეგატიური მხარე. და როდესაც მაგალითად ალიონას მაგას ძალა გააჩნია, შეუძლია ფანტომი გამოიძახოს. მაგრამ გუსტოკი რჩება დედამიწაზე. ხო, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამე არ ვიცით. იმიტომ რომ მან მოყვა, რომ ვიღაცებმა დაიჭირეს ერთი ბიჭი, გაცოცხლება უნდოდათ. არ ვიცი, ეს ბიჭი რიტუალად უნდოდათ, რაღაც რიტუალის მეშვეობით შეეწირათ. მათ დომებიათ ვიღაცა გვტრის გაცოცხლება და ალიონამ გამოიძახა ვიღაცის ფანტომი და ეს კაცი დააყენა ფეხზე, რითაც დააშინა ეს ხალხი. ამიტომ ამბობ, ხალხო, ჩვენ რო გვტრებს ვიძახებთ, გვტრის სულებს, ჩვენს აი ხმარის მედიუმთან მიდიან. ჩვენ გვტრის სული კი არა, შეიძლება ფანტომი გამოვიდეს. ფანტომი მოვიდეს სულის მაგივრად და
ფანტომ შეუძლია კითხვებზე მოკლე პასუხების გაცემა და ამით დამთავრდება და ამ გოგოებს ისეთი ძალა გააჩნიათ კი ის საჯანმრთელობაც ძალიც ქონია, მაგრამ ის სხვაგვარად იყენებს მის ძალას. ის ეხმარება დემონების განდევნაში, სოფლების გაწმენდაში და ასე შემდეგ და ეს გოგოები ეხმარებიან ადამიანებს თავისი წარსული გამოასწორონ, რომ კარგად მომავალში გახდნენ. კარგა მე ამაში დეტალურად არ შევალ და საერთოდ გეუბნებით, ამიტომ მიყურს მე ჯერ კიდევ ბევრი რამ არის აუხსნელი. მაგალითად, ახლა მე რომ მიდოდა ვედიჩი არის ასეთი არხი იმ კაცის ვიდეოების გადათარგმნა, მაგრამ იმ კაცმა თქვა, ადამიანს გააჩნია 5 სული. ხო, 5 სხეული. სინამდვილეში არის 7 მთავარი სხეული, მაგრამ სინამდვილეში არის მეტი, 36-იც ჩაკრა. მაგრამ ჩვენში არის 7. ამიტომ მე ისეთი ადამიანებისგან, ვინც განსხვავებულად ლაპარაკობს, არ მინდა ვიდეოების მოსვენაც კი, იმიტომ რომ შეიძლება ხდება ისე, რომ შავი ბნელი ძალებიც იყენებენ ბევრ კონტაქტორს იმისათვის, რომ არასდროს ინფორმაცია გავცოლო, მაგალითად, არც ამას ვიტყვი ახლა. ეს თქვენ იცით რა? თქვენ გულში ჩაიხედეთ თქვენი გული, რასაც მოითხოვთ, რასთანაც რეზონირებს, ესე იგი თქვენ გულს უსმინეთ. და ამიტომ ვამბობ, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამე არის შეუსწავლელი. ჩვენ თანდათანობით ყველაფერს გვაჩვენებენ. და პანდორა ამბობს, რომ ბევრი არის მოსული სხვადასხვა სამყაროები, რომ ეს ნეგატიური სამყაროები, გამოცდილებები გადაიტანოს, გამოცადოს და სანამ ეს მოსული სულები, რომლებიც ახლა ჩაეფლენ ნეგატიურ გამოცდილებაში, სანამ ისინი ვერ შეიგნებენ თავის მდგომარეობას და ვერ მიხვდებიან, რომ ვიბრაციები არის სასაწევი, რომ უნდა გამოასწორონ თავისი საქციელი, ხო? სანამ დონეზე არავლიან და ამ მოსული ამ მიზნებისთვის ეს სულებიც უნდა აიწიონ, რომ ყველა ერთ პლანზე დავდგეთ, მაღალ ვიბრაციულ პლანზე. იმისთვის, რომ შემდეგი ნახტომი გავაკეთოთ. და როდესაც ეს პლანკა გათანაბდება, ამათი ჩვენთან ერთად მაღალი ვიბრაცია, რაღაც დონის ვიბრაცია, ჩვენ მოვახდენთ ნახტომს, შემდეგ იმ პლანკასაც გავათანაბრებთ, აი როგორც სახლი შენდება. ალბათ იცით სახლი მშენებლებმა როგორ შენდება სახლი, ხო? მაგალითად მამაჩემი თვითონ აშენებდა სახლს ზიურში, აფხაზეთში. ასე გაჭიმავდა თოქს და იმის მიხედვით აწვავდა აგურებს. მერე თანაბრად რომ დააწვავდა, ისევ ზევით გაჭიმავდა თოქს. აი ამდაგვარად დამასაკეთებენ ის ცივილიზაციები, ამდაგვარად იქცევიან ის ცივილიზაციები, რომლებიც ჩვენ ახლა გვეხმარებიან ამ გადასვლაში. ხო და ლეტალი ამატებს, რომ ხო, ძალიან ბევრი ცივილიზაცია გვეხმარებაო, იგივე ანდრომედიანელები, ჯერჟინები არიან ხე ადამიანები, სირიუსიანელები. ისინი შემოდიანო ჩვენ სივრცეში, აცელებენ თავის გამოცდილებას, მიაქვენო ჩვენი გამოცდილება, ხდებაო გაცვლა-გამოცვლა. და ზოგი ადამიანი ამბობს, რატომ ემართება მე ეს, რატომ ემართება მე ის, რატომ მაინდა-მაინც მე. და სინამდვილეში ბევრმა არ იცის, რომ თქვენ თვითონ დათანხმდით ამაზე. როდესაც ვინმე არის რთულ მდგომარეობაში და ამოსუნთქის საშუალება არ აქვს, აი გონია რომ ვერასდროს ვერ ამოისუნთქავს, არ ეძლევა შანსი რომ ამოისუნთქოს, ცოტა მაინც იცხოვროს ნორმალურად ან რაღაც პრობლემები გადალახოს, ხო? და სულ ნერვიულობ ჩვენ, აი ჩვენ თავზე ვამბობთ, რაღა მე დამემართა ეს რა ბედი მეწია, ხო? სინამდვილეში ჩვენ სანამ მოვიდოდით ამ ქვეყნად, სანამ დავიბადებოდით, ჩვენ უკვე ამასე მოვაწერეთ კონტრაქტს ხელი, რომ აი ესეთი ცხოვრება უნდა გქონოდა. კი, ბევრი ჩავარდა ასე დღეში,
საიდუმლო კოსმოსური ნეგატიური საიდუმლო კოსმოსური პროგრამების დახმარებით, მაგრამ ბევრი მოვიდა თავისით, რომ ასეთი გამოცდილება მიიღო. ასე რომ უკეთესია მივიღოთ ჩვენი მდგომარეობა, არ ვიწუწუნოთ. პირიქით, მე სულ წუწუნებდი, თითქოს აი წინ წავიწეოდი და უკან მაბრუნებდნენ და სულ გაქცევა მინდოდა, სულ გაქცევით ცდილობდი პრობლემა მომეგვარა, მაგრამ გაქცევით არ მოგვარდება პრობლემა, უნდა მიიღო შენი პრობლემა. როგორც კი მე მივიღე ჩემი პრობლემა, როგორც მე ვაღიარე რომ ხო, აი რაღაცები ხო, იმ წუთაზე შეიცვალა ხალხო ყველაფერი. აი ჩვენ გამოცდილებაზე გეუბნებით. იმ წუთაზე შეიცვალა მომენტალურად ყველაფერი. ახლა დიდარი გავხდი, მე ვერ ვიტყვი, მაგრამ მე დავიბრუნე სიმშვიდე, მე დამეხმარენ ამოსულიყავი ისეთ მდგომარეობიდან, სადაც ვიყავი სხვისი მოსამსახურე, მიყენებდა როგორც ხელისმუშას, მაგრამ მე აღმოჩნდი აქა პირველი ხაზების სახლში, სადაც ის უკვე გამოვიდა მდგომარეობაში ვიყავი, საწავიდოდი. იმა დაიწყო ჩემი წნე ხო, იქიდან წამოვედი და საბედნიეროდ მე ახლა ამოვისუნთქე ნამდვილად. საერთოდ ზოდიაქოთი მე ვარ თევზები და თევზებმა რაღაც გლობალური ცვლილებები არ უნდა მოახდინონ ამ წლის განმავლობაში, მაგრამ მე გამოვალი მდგომარეობა მქონდა. მე იქიდან უნდა წამოსულიყავი. სასრული იყო რომ დავჩენილიყავი, მაგრამ რა მექნა? მე იქ სულიერი ზრდისთვისაც მე შლებოდა უკვე ხელი, რადგან სიტუაცია იყო ისეთი. ამიტომ მე იძულებული ვიყავი შემეცვალა ჩემი ოთახი. ხო, პანდორა რას ამბობს? ზოგჯერ ჩვენ მოვდივართ ჩვენი ამოცანებით, მაგრამ ბევრი ამოცანებით არა, რადგან დედამიწაზე სიცოცხლე 80 წელი შეიძლება ყველაზე მეტი 90 კი ზოგი ცხოვრობს 100-150 წლამდე. გაჩნია ხა ადგილს. და თუ ჩვენ მოვედით მაღალი ამოცანებით, მაღალ ვიბრაციული ამოცანების შესასრულებლად, საერთოდ ყოველი სული, რომელიც მოდის აქ დედამიწაზე განსახიერდება, ჯერ ხდება დაბალვიბრაციულ გარემოში. ამიტომ, როდესაც გათანაბდება ეს ჩვენი ვიბრაციები იმ დონემდე, როდესაც ჩვენ მზად ვიქნებით ჩვენი ამოცანები შევასრულოთ, მანამდე უნდა ლოდინი. და ვინც მაღალ ვიბრაციული ამოცანებით აქ მოსული, მაღალ ვიბრაციული ეს ამოცანა გადადებულია მერესთვის, სანამ მისი ვიბრაცია ავა იმ დონემდე, რომ ეს ამოცანა შეასრულოს. და საერთოდ ჩვენ პირველ რიგში უნდა იძულებული ვართ რომ გავათანაბროთ ჩვენი ვიბრაციები იმ დონეზე, რომ შემდეგ ჩვენი საქმე ვაკეთოთ. მაგალითად, მიხვედიო მოლაპარაკების, რომელზეც კონტრაქტი გაქვს დადებული, სადაც მოხვიდოდი აქ იმ დონემდე, საჭირო დონემდე, ხო? აი გააკეთე ეს, შეასრულე ეს ამ დონის ამოცანა, შენ გადადიხარ შემდეგ დონეზე. ვიბრაციის შემდეგ დონეზე და შემდეგ ასრულებ იმ დონის ამოცანას. და ეს ამოცანები ჩვენ გვახსენდება ხოლმე, როდესაც რაღაც ასაკამდე მივდივართ. ახალი ბავშვები ამბობს იტალია მოვიდნენ, ახალი ბავშვები და პანდორია უმატებს, რომ ახალი ბავშვები, რომლებიც დღეს დაიბადნენ, ყველა სახლს სხვანაირი ცნობიერება. ხო და პანდორა ამბობს, მე ხა ვახსენებ ნემსებს, პანდორა კოღოს ნაკმეს უწოდებს მაგას. არ მინდა ხო მართალია მე ქართულად ვსაუბრობ ამ თემაზე, მაგრამ მაინც არ მინდა დამბლოკოს YouTube-მა, ამიტომ მეც არ დავასახელებ. ნუ თქო ყველანი მიხვდებით რაზეა საუბარი. აქ საუბარია ვაქცინებზე, რომლებიც გაუკეთენ ბავშვებს თითქოს და იმ დაავადებიდან, რომელიც იყო 19-20 წელს, 20 წელს. რომ გადაკეთეს საზღვრები. არ თქვათ, არ დაწეროთ კომენტარებში, მე ვიცი რასაც ვამბობ, მე მახსოვს დასახელება, არ მინდა აქ თქვა და მაგ ვაქცინებს ხომ აკეთებდნენ, მაგის საწინააღმდეგო ვაქცინებს. რაც არ უნდა გააკეთონო ვაქცინები, ბავშვები, ახლა რომ იბადებიანო,
ბავშვებს მაინც შემოაქვთ ეს პროგრამები და მაინც ატარებენო ამ პროგრამებს ცხოვრებაში. ვერაფერი ვერ უშლის ხელს ამ პროგრამების გატარებას, რომლითაც არიანო მოსული ბავშვები აქ. და სულის გამრუდებების მიუხედავად, რა იგულისხმება ამ სულის გამრუდებებში? დაავადებები, მაგალითად, როგორც დეცები, როგორც აუტიზმი და ამდაგვარი დაავადებები. როდესაც ბავშვები ფიზიკურად არიან სხვანაირები, ასე ვთქვათ. მათ მაინც შემოაქვთ თავისი პროგრამები ცხოვრებაში. და ლეტალია ამბობს, რომ რომანა ბნელი პროგრამები, რომლებიც დაგახვიანოთ ჩვენ თავს, ჩვენ დღეს ვიქნებოდით სულ სხვა სოციუმი. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ბევრჯერ შეგვაჩერესო, ჩვენი განვითარება ბევრჯერ შეაჩერესო. ლეტალია გვახსენებს, რომ ჩვენ დღეს ვართ ამეტისტის ენერგიებში და საერთოდ წარმოსახვაში კარგია გამოიყენოთო იისამისფერი წვიმა. საერთოდ იისამისფერი სამკურნალო ფერია. წარმოიდგინეთ, რომ თქვენზე ჩამოდისო იისამისფერი ენერგია, იისამისფერი წვიმა. როდესაც საღამოს მიდიხართო დუში, ან ვისაც დუში არა აქვს და უბრალოდ ხელპრისიბანთო, წყალი მაგრად ხსნისო პროგრამებს. ნეგატიურ პროგრამებს. რამე და გითხრათ. მე რას ვაკეთებ ახლა? საერთოდ თუ მაგალითად თქვენ ყოველდღიურად არ შედიხარ, არ გაქვთ შხაპი და შედიხართ შხაპში, მაშინ არ უნდა, მაგრამ ვისაც არ აქვს შხაპი და ყოველდღე ვერ ღებულობს დუშ თავის გემოზე, შეგიძლიათ აიღოთ წყალი, მე ასე ვაკეთებ. და ვისხამ თავზე ყოველდღიურად ზამთარ ზაფხულს, რომ რაც მთელი ღამის განმავლობაში ნეგატიური მომეწება, ის ჩამოვრეცხო. ასე ვიღებ წყალს, ვისხამ თავზე, მიშობა არა, ხელია ის ცივია და მოვდივარ, მხიზდები ხელად, გამოფხიზდებით და დღის განმავლობაში, მაგალითად, ახლა ზაფხულია და ამ კრემებს და პუდრებს და თითისისქის ტონალურ კრემებს რომ ისვამ ზოგიერთი ქალბატონი, მაგას სჯობს, წყალი მიიშხაპუნო, წყალი დაიბანო, ჩამოიბანო თქვენი ოფლი. რამდენჯერმე. წყალია პირველ რიგში მკურნალი სახის, კანის. მე საერთოდ კრემები და ტონალური კრემები და პუდრები არ მეხმარი არასოდეს. მე მიყვარდა პამადა, ჭხილის ლაქი, ჭანტვების ასაპრე ხსმარობდი, ფანქარს. ჩხტილებს ხანდახან 1000-ში ერთხელ, თორე ისიც სათვალებს ვატარებდი და მეზარებოდა მაგის გაკეთება. ხო, და კრემები 1000-ში ერთხელ რაღაც ერთი პერიოდი მე მივატოვე. და მე უფრო ხმარობდი დროჟის ნაყენს, ქაფს ვისობ სახეზე. რძის წასმა, კარგი კიტრის ვისობდი, კანს რო გავთვლიდი ვისობდი, კარტოფილითაც ვისობდი, მე ვირეცხავდი, რო გახმოვდა კრახმალი კანს ატკიცინებს. ხო და ახლა ყველაფერი მივატოვე, ის კი არა თმაც არ მინდა შევიღებო, მაგრამ შეუღება ვithმით რომ დავდივარ, როცა კარგად საკმარისად გათეთდება თმა, ბებიას მიწოდებენ ჩემი ტოლებიც კი. ჩემი ტოლები მიწოდებენ ბებიას. ოპერაციაზე, პირველ თვალის ოპერაციაზე კატარაქტა მქონდა რომ წავედი, ბებია დაჯიქიო მითხარ, ჩემი ტოლის კაცი იყო გაცო ქირურგი, მაგრამ თვები მქონდა გათეთრებული. ხო და მეორე ოპერაციის რო შევიღებ თმები და იმ დღეს ბებია რომ მითხა და ჩახედა ანკეტაში, თქვენ ჯერ ახალგაზრდა ყოფილხართ და 71 წლის ყოფილხართ და თქვა მისი ტოლი იყავ. და აქ მე ალბათ შევჩერდები. მადლობთ ყურადღებისთვის.